რატო უნდა დატოვოს ვინმემ განზრახს 60 მილიონი ხვრელი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის დამაკავშირებელ გზატკეცილზე? 2026 წელს ჩანდა, რომ ეს კითხვა მალე გაქრებოდა. ახალი გზები, ახალი ხიდები, სამშენებლო ჯგუფები დარიენის ჯუნგლებში ბოლო 10 წლეულებში ყველაზე ღრმად შედიოდნენ. ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველად ჩანდა, რომ ეს ხვრელი საბოლოოდ დაიხურებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. რადგან დარიენის ხარვეზი სამშენებლო ჩავარდნა არ არის, ეს ერთ-ერთი ყველაზე განზრახ გამოტოვებული რგოლია დედამიწაზე. სამშენებლო ჯგუფებს გიგანტური ამოცანა ჰქონდათ. შეხედეთ Google Earth-ს. გზა, რომელსაც ისინი იყენებენ ტექნიკის გადასაადგილებლად, პანამერიკული გზატკეცილია. მსოფლიოში ყველაზე გრძელი გზა. თითქმის 19,000 მილი უწყვეტი ასფალტი, რომელიც აერთებს Prudhoe Base, ალასკაზე, უშუაიასთან, არგენტინაში. დააკვირდით ამ სიტყვას. თითქმის. ახალი ხიდები ამ მანძილის ნაწილს დაფარავს, მაგრამ ისინი საზღვართან ახლოსაც კი არ მიდიან. ისინი ჩერდებიან დარიენის ეროვნული პარკის კიდეზე. აშკარა პასუხი არსებობს. რატომ? ხარვეზი მოიცავს 1,4 მილიონ აკრს. ეს დელავერის ზომაა, მაგრამ ჯუნგლებში. მცენარეულობა იმდენად სქელია, რომ ზოგ ადგილას მზის სხივიც კი ძლივს აღწევს მიწამდე. ასობით მძვინვარე მდინარე მიედინება აქ, რომლებიც ძლიერი წვიმებით არის გაბერილი. გზის გაყონა აქ ნიშნავს, რომ ოველ ნაბიჯზე წყალს, ტალახს და ჯუნგლებს უნდა ებრძოლო. თები აკრავს მას გარს, რაც ხარვეზზე მისვლას კიდევ უფრო ართულებს. ეხლა ამ ყველაფერს დაუმატეთ შხამიანი გველები, ობობები და მორიელები. თუ ფერდინანდის ორმოს ვიპერამ გიგბინა, გაქვს 10 წუთი, რომ ანტიშხამი გაიგეთო, სანამ მოკვდები. ნამოკვდები. და ეს მხოლოდ პატარა გველებია, მაგრამ ნამდვილი მკვლელები კოღოები არიან. მალარია პანამაში სწრაფად ვრცელდება. 2021 წელს 4200 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს რიცხვი 2024 წელს 15000-მდე გაიზარდა. დრო შემთხვევითი არ არის, რადგან ეს ყველაფერი მხოლოდ ბუნებრივი საფრთხეები. თუნდაც ჭაობების შემდეგ, თუნდაც ჯუნგლების შემდეგ, თუნდაც დაავადების შემდეგ, ხალხს მაინც სურს გზის აშენება. 500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დარიენის ჯიდა ყველას, ვინც მისი ძალა სათანადოდ ვერ შეაფასა. კონკისტადორები მასში გაუჩინარდნენ. შოტლანდიამ თავი გააკოტრა, როცა მისი დაპყრობა სცადა. ეს არ არის ადგილი, სადაც ბუნებას უნდა გამოსცადო. თანაც რა სარგებელს მოიტანს გზა? ნებისმიერი ადამიანის მიერ აშენებული ნაგებობა ასეთ ადგილას სწრაფად დაიშლება, თუ მუდმივად არ მოუვლიან. ინჟინრები ამბობენ, რომ თვითონ გზაც კი შეიძლება წვიმისგან დაიშალოს. პროექტი უბრალოდ არ არის განხორციელებადი. ან არის? ამერიკის შეერთებულ შტატებს სინამდვილეში 2 საინჟინრო პროექტის გეგმა ჰქონდა დარიენის ხეობაში. სულ რაღაც 10 წლეული სხვაობით. პირველი 1964 წელს იყო და საკმაოდ კრეატიული გეგმა იყო. იმ დროს ამერიკას იმდენი ბირთვული იარაღი ჰქონდა, რომ აღარ იცოდა რა ექნა მათთვის. მაშ, რატო არ გამოეყენებინათ რამდენიმე ასეული მათგანი ახალი არხის გასაკეთებლად? გეგმა იყო, რომ დღევანდელი ფულით დაახლოებით 185 მილიონი დოლარი დაეხარჯათ და 14 სხვადასხვა ადგილას 294 ბირთვული ბომბი აეფეთქებინათ გზის გასაწმენდად. საერთო სიმძლავრე სამჯერ აღემატებოდა საბჭოთა კავშირის ცარ ბომბას და ეს პროექტიც განხორციელდებოდა. ინჟინრები ამბობდნენ, რომ ეს სრულიად შესაძლებელი იყო. იყო 30,000 ადგილობრივი მკვიდრის გადაყვანის საკითხი, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და ალბათ საერთაშორისო დონეზე დიდი უკმაყოფილებაც მოყვებოდა ამას. სწორი სტიმულების შემთხვევაში მთავრობებს შეუძლიათ თითქოს შეუძლებელი საინჟინრო პროექტებიც კი განახორციელონ. ჭაობები, თები, უდაბნოები, მნიშვნელობა არ აქვს. თუ პოლიტიკური ნება არსებობს, ინჟინრები ჩვეულებრივ გამოსავალს პოულობენ. მაშ, იქნებ ჯუნგლები არ არის ნამდვილი მიზეზი იმისა, რომ გზა არასდროს აშენდა. 2020-იან წლებში სხვა ახსნა დაიწყო გამოჩენა. დარიენის ხეობა უბრალოდ ველური ბუნების მონაკვეთი აღარ იყო. ის დასავლეთ ნახევარსფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიგრაციის კორიდორად იქცა. აშშ-ის სამხრეთ სადლობის მეთაურის ბოლო წელს გენერალმა ლორა ჯეი რიჩარდსონმა კონგრესში მისცა ჩვენება და დარიენის ხეობა წარმოადგინა როგორც ერთ-ერთი გზა სამხრეთ ამერიკიდან ჩრდილოეთისკენ მიმავალი ადამიანებისთვის. მოულოდნელად ხეობა სხვანაირად გამოჩნდა. არა როგორც წარუმატებელი ინფრასტრუქტურული პროექტი, არამედ როგორც სტრატეგიული ბარიერი. რელიეფი არ ყოფილა ის, რამაც გზის აშენება შეაჩერა. ვიღაცამ უბრალოდ გადაწყვიტა, რომ რელიეფი გზაზე უფრო სასარგებლო იყო. რომ გაიგო რატომ? ატომ უბრალოდ უნდა გაახვე იმ ადამიანებს, ვინც უკვე კვეთს ამ ადგილს. 2022 წელი კარგად არ დაიწყო. ჰაიტიდან ჩამოსული ახალგაზრდა წყვილისთვის. ჟან და როზ ჰარიმა მხოლოდ ორნი იყვნენ 50 კაციან ჯგუფში. მაგრამ მათი მოგზაურობა ყველაზე რთული აღმოჩნდებოდა. ისინი კოლუმბიის საზღვრის მხარეს დაიწყეს გზა. მაგრამ ჯგუფის ყველა დანარჩენმა წევრმა ისინი მიატოვა, როცა პირველ ბორცვთან მივიდნენ. ისინი სერანია დე ტაკარკუნას მთებში მივიდნენ. მთებში, რომლებიც იმდენად მაღალია, რომ ღრუბლებში იკარგება. როზი ორსულად იყო, მაგრამ ის და ჟანი მაინც გააგრძელეს გზა. მთები ნამდვილი საფრთხე არ იყო. ისინი ცდილობდნენ ჯუნგლებში არ შესულიყვნენ.
მანამდე ბილიკიდან გადაუხვიეს და მიგრანტების ცხედრები იპოვეს, რომლებიც მათამდე იყვნენ ამ გზაზე. შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდა. სრულიად უკაცრიელ ადგილას როზის მშობიარობა დაეწყო. იქ ახლოს არც საავადმყოფო იყო და არც ექიმი. გასაქცევი გზა არ არსებობდა. როზინგ ჯამფრთელი ვაჟი გააჩინა, მაგრამ ახლა ახალი პრობლემა გაუჩნდათ. წინ კიდევ მრავალი მილი ჰქონდათ გასავლელი და ბავშვის წაღების საშუალება არ ჰქონდათ. ამიტომაც გამოსავალი მოიფიქრეს. სათადარიგო მაისურის გამოყენებით მათ თვითნაკეთი სლინგი გააკეთეს და გზა ჩრდილოეთისკენ გააგრძელეს. ამბობდნენ, რომ მათი შვილი ძალას აძლევდათ, გზა რომ გაეგრძელებინათ. ეს გამბედაობა ძალიან დასჭირდებოდათ. მხოლოდ ჯუნგლების გავლით შეეძლოთ წინ წასვლა. 3 დღის განმავლობაში ისინი ტყეში მიიწევდნენ, დაღლილები და მუდმივად დაწებულები. მათ ახალშობილის ტირილის ხმას შეეძლო მათი ადგილმდებარეობა გაეცა. საბოლოოდ ისინი მაინც მივიდნენ. დღეების განმავლობაში ლაშქრობის, სიარულის და ველურ ბუნებაში დაბადებული ბავშვის ტარების შემდეგ ისინი პანამაში მიგრანტთა მიღების პუნქტში მივიდნენ. ისინი უსაფრთხოდ იყვნენ. იმ დროისთვის, როცა მათ მისაღებ სადგურში დოკუმენტები ჩააბარეს, უკვე შევიდნენ სისტემაში, რომელიც 2011 წლიდან მოქმედებს. მაშინაც კი, სანამ ისინი აშშ-ს საზღვარს მიაღწევდნენ, ვაშინგტონს ალბათ ზუსტად იცოდა ვინ იყვნენ ისინი. ეს ამტკიცებს, რომ დარიენის ხეობა უკაცრიელი ველური ადგილი არ არის. ის სავსეა. სავსეა ძირძველი მოსახლეობით. სავსეა სხვებით, რომლებიც ახალ ცხოვრებას ეძებენ. მათთან ერთად მოდის ადამიანების მიერ შექმნილი საფრთხეები, რომლებიც ბუნებრივზე კიდევ უფრო საშიშია. ადამიანები, როგორიცაა ჟანი და როზი, ბევრად უფრო შორიდან მოდიან ვიდრე ჰაიტი. ზოგი აფრიკიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან მოდის. სხვები ისეთ ქვეყნებიდან, როგორიცაა სომალი და ნეპალი. ისინი ჩრდილოეთით მიემართებიან. ცდილობენ შეერთებულ შტატებში ან კანადაში მოხვდნენ. 2021-დან 2023 წლამდე დარიანის ხეობაში მილიონზე მეტი ადამიანი გადავიდა და 2023 წელს 113,000 ბავშვი იყო, მათგან ბევრი მიტოვებული ან მარტოდარჩენილი. მარტოდარჩენილი, რა თქმა უნდა. მიგრანტები ერთადერთი ადამიანები არ არიან, ვინც დარიანის ხეობაში გადაადგილდებიან. კრიმინალური ბანდები მას კონტრაბანდისა და ადამიანებით ვაჭრობისთვის იყენებენ, რაც ნიშნავს, რომ პანამას დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე რთულ გარემოში უწევს პატრულირება. ეს სენაფრონტის პანამის სასაზღვრო ძალების საქმეა. მაგრამ პრობლემა არსებობს. როგორც ადრე ვთქვი, დარიანი უზარმაზარია. ეს არ არის ისეთი რამ, რომ რამდენიმე პატრულის ოფიცერმა უბრალოდ შეძლოს მისი ჩაკეტვა. ამიტომ პანამა ამას მარტო არ აკეთებს. მას აშშ-ის დახმარება აქვს. აშშ-ის არმია მას წურთნას უტარებს. პენტაგონი გადასცემს აღჭურვილობას, როგორიცაა თანამედროვე ღამის ხედვის სათვალეები, რადიოები და საპატრულო ნავები. აშშ-ის საელჩომ პანამაში გამოაცხადა $1 მილიონი გრანტი ახალი რთული რელიეფის საპატრულო მანქანებისა და ახალი სარდლობის ცენტრისთვის. ასევე მალე დაემატება დამატებით $400,000 დაფინანსება. ასე რომ დარიანის ხეობა მხოლოდ გველებით, მიგრანტებით ან სასაზღვრო პატრულებით არ არის სავსე. ის ასევე სავსეა ამერიკული სათვალთვალო ტექნიკით. სანაცვლოდ ვაშინგტონი იღებს პირადი, ინტიმური საიდუმლოებების საგანძურს. 2011 წელს ობამას ადმინისტრაციის დროს შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ბიომეტრიული მონაცემების შეგროვება პანამის ჯუნგლებში გამსვლელი ადამიანებისგან. ეს ყველაფერი სენაფრონტისთვის მიწოდებული აღჭურვილობის წყალობით. 2018 წლისთვის ეს უკვე აღარ იყო ერთჯერადი შეთანხმება. კონგრესმა ის მუდმივად აქცია. მოწმეების მონათხრობები აღწერს, როგორ აჩერებდნენ ადამიანებს პანამის შორეულ ჯუნგლების დასახლებებში. აკავებდნენ პანამელი ხელისუფლების წარმომადგენლები და გადაჰყავდათ დაკავების ობიექტებში, რომლებიც საზოგადოების თვალს მოფარებული იყო. იქიდან პროცესი გრძელდება. იღებენ დეტალურ ინფორმაციას და აგროვებენ ბიომეტრიულ მონაცემებს. შემდეგ მათ გადაადგილებენ. თავარი ის კი არ არის, სად სწავლენ ისინი შემდეგ. სანამ ისინი აშშ-ს საზღვარს მიაღწევენ, უკვე სისტემაში არიან შესული. გარკვეულწილად, დარიანის გავლა მხოლოდ ველურ ბუნებაში მოგზაურობა კი არ არის, არამედ პირველი საკონტროლო პუნქტიცაა. იმ დროისთვის, როცა ზოგიერთი მიგრანტი ათასობით მილის შემდეგ აშშ-ს სამხრეთ საზღვარზე ჩადის, ოფიციალურ პირებს უკვე შეიძლება ზუსტად იცოდნენ, ვინ არიან ისინი. როგორც წარმოიდგენთ, ამ პროგრამას კრიტიკოსებიც ჰყავს. აშშ-ს მთავრობა მათ შორის არ არის, არც სანტა სენაფრონტი. სწორედ ამიტომ დარიანის ხეობის მილიტარიზაცია ფართოვდება. პანამაში აშშ-ის ელჩმა კევინ მორენო კაბრერამ ვაშინგტონის მიერ გაცემული ბოლო გრანტები დაახასიათა, როგორც რეგიონული პრიორიტეტების წინ წაწევის და საზღვრების დაცვის საშუალება. გრანტის გაცემისა და განცხადების დრო კიდევ ერთხელ არ იყო დამთხოვა. რეგიონული საზღვრის უსაფრთხოება მალე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გახდებოდა. შემდეგ 2026 წლის მარტში, როდესაც დარიენში ახალი ხიდები შენდებოდა, ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები მაიამიში შეიკრიბნენ. იფიქრებდით, რომ ისინი ვაჭრობაზე, ინვესტიციებზე ან ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრებდნენ? ასე არ იყო. თავარი თემა ორგანიზებული დანაშაული იყო. დამსწრეებმა შეხვედრა დატოვეს უფრო ღრმა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების, უსაფრთხოების მჭიდრო თანამშრომლობისა და აშშ-მდე არალეგალური მიგრაციის შეჩერების გაძლიერებული ძალისხმევის გეგმებით.
10 წლეულების განმავლობაში ხალხი ფიქრობდა, რომ დარიენის ეს მონაკვეთი იმიტომ რჩებოდა გაუვალად, რომ ვერავინ შეძლებდა გზის გაყვანას. მაგრამ 2026 წლისთვის საუბარი აღარ იყო დარიენის გადაკვეთაზე. საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა კონტროლდებოდეს ის. ჯუნგლები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გახდა. ადგილი, სადაც მიგრანტების, კონტრაბანდისტებისა და კრიმინალური ქსელების თვალთვალი, მონიტორინგი და შეჩერება შესაძლებელი იყო ბევრად ადრე, ვიდრე ისინი ჩრდილოეთ ამერიკას მიაღწევდნენ, რაც უცნაურ мотивაციას ქმნის. თუ დარიენის ეს გაუვალი მონაკვეთი გაქრება, უსაფრთხოების ბადეც გაქრება. Santa Sena ფრონტი ახლა ამბობს, რომ მისი მიზანია დარიენის ამ გაუვალ მონაკვეთში ერთი კორიდორის შექმნა, რომელიც ბახო-ჩიკიტოს ძირძველ თემამდე მიდის. ჰუმანიტარული. ეს სიტყვა, რომელსაც სააგენტო ამ იდეისთვის იყენებს. ასე რომ, Santa Sena ფრონტი აკვირდება და ელოდება, როდის გადაკვეთენ ადამიანები. მაგრამ რაღაც მაინც უცნაურად ჩანს. რატო უნდა იყოს აშშ-ის მთავრობა როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური ადმინისტრაციების პირობებში, ასე მონდომებული, რომ მილიონობით დოლარი დახარჯოს ჯუნგლებში ღარიბი მიგრანტების დასაკვირვებლად და მათი ბიომეტრიული მონაცემების შესაგროვებლად. იმიტომ რომ ჯუნგლები ყველას ვერ აჩერებს. ეს ნიშნავს, რომ ვიღაცა მოგებას იღებს ამ სამგზავრო მარშრუტიდან. ძალიან ცოტა ადამიანია მზად, რომ მარტო გადაკვეთოს ისეთი გარემო, როგორიც არის დარიენის გაუვალი მონაკვეთი. საქმე მხოლოდ ჯუნგლებში დამალული ბანდიტების თავიდან არიდებაში არ არის. 2024 წლის 24 ივლისს ერთ-ერთ მდინარეში ერთდროულად 10 ადამიანი დაიხრჩო. ეს მხოლოდ 10 იყო იმ ასობით ადამიანიდან, ვინც წლების განმავლობაში დაიხრჩო. არავინ იცის რეალური რიცხვი. ეს აქ მუდმივი თემაა, თუ მდინარის არასწორ ადგილას გადახვალ, უბრალოდ წაგიღებს დინება. თუ არასწორ მთაზე გადახვალ, შეიძლება სასიკვდილოდ გადაიჭეხო. რადგან გზა არ არსებობს, მიგრანტებს სჭირდებათ მეგზურები, რომლებიც გზას იცნობენ. გზას. პრობლემა ისაა, რომ არც ერთი ლეგიტიმური სამოგზაურო ორგანიზაცია დარიენის ხეობაში არ იმუშავებს. ამიტომ ერთადერთი მეგზურები ისინი არიან, ვისთანაც არასდროს გინდოდა ყოფნა. 2020-იანი წლების დასაწყისში მიგრანტების ნაკადის ზრდამ ჯუნგლებში კრიმინალური ორგანიზაციებისთვის ბიზნესის აყვავება გამოიწვია. გენერალმა რიჩარდსონმა ისინი სახელებითაც კი დაასახელა. ვენესუელის Tren de Araguas ბანდა და კოლუმბიის Clan de Golfos კარტელი. გენერალმა რიჩარდსონმა თქვა, რომ სწორედ ისინი აკონტროლებდნენ დარიენის ხეობას ყოველდღიურად. ამ ორგანიზაციებმა თავიანთი გზები გრუნტში გაიყვანეს. მდინარის გადაკვეთებზე თოკებს კიდებენ და კლდის ფორმაციებში კიბეებსაც კი ჭრიან. შემდეგ კარტელები ამ მარშრუტებს სოციალურ ქსელებში რეკლამირებენ. ისინი იყენებენ ინფლუენსერებს YouTube-ზე და TikTok-ზე, რათა დარიენის ხეობა წარმოაჩინონ როგორც თვალწარმტაცი ჯუნგლების კრუიზი ჩრდილოეთისკენ მიმავალ გზაზე. უკეთესი ცხოვრებისკენ მიმავალი ბილიკი. როცა ამას არ აკეთებენ, ისინი აქვეყნებენ რეკლამებს ისე, როგორც ლეგიტიმური ტურისტული სააგენტო. ამტკიცებენ, რომ უსაფრთხოება მათი მთავარი პრიორიტეტია. ქვემოთ კი ისინი რეკლამირებენ, რომ ტურისტულ პაკეტში შედის კვება, ოფიციალური ნავის ბილეთები და გამოცდილი ადგილობრივი გიდები. მაგრამ ისინი ასევე აფრთხილებენ, რომ ადგილები შეზღუდულია, ასე რომ თუ გსურთ წამოსვლა, უნდა იმოქმედოთ ახლავე. საკმაოდ გამართული ოპერაცია. შემდეგ მიგრანტები WhatsApp-ზე დაჯავშნიან თავიანთ მოგზაურობას. ჩამოდიან დარიენის ხეობის კოლუმბიურ მხარეს და ეჯახებიან სასტიკ რეალობას. მოგზაურობა ჩვეულებრივ 7-დან 15 დღემდე გრძელდება, მარშრუტის მიხედვით. კრიმინალები ნელ მარშრუტზე თითო მიგრანტს $125 ახდევინებდნენ, ხოლო სწრაფ მარშრუტებზე თითო ადამიანზე $400-დან $1000-მდე. კარტელები $1000-იან მარშრუტზე ცხენს უზრუნველყოფენ, მაგრამ ბევრი მიგრანტი ვერ ახერხებს ამის გადახდას. ისინი როგორც წესი, ჩინეთიდან ან სხვა უფრო მდიდარი ქვეყნებიდან არიან. მაგრამ თუნდაც ყველაზე იაფი მარშრუტის გადახდის შესაძლებლობა უკვე იღბლიანი შემთხვევაა. თუ მიგრანტებს არც ერთი გადასახადის გადახდა არ შეუძლიათ, კარტელი აიძულებს მათ, რომ კოკაინის გადამზიდავები გახდნენ. საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა დაადგინა, რომ კონტრაბანდის გადასახადები კვირაში მილიონობით $-ს გამოიმუშავებს. ეს არ მოიცავს გამოძალვას, ან იმპულს, რომელსაც კრიმინალები კონცესიებიდან იღებენ. მართლა არსებობს სავაჭრო ჯიხურები გზაზე, სადაც გამყიდველები წყალსა და გეიტორეიდს ყიდიან. ზოგიერთი მათგანი ბავშვების საკუთარ ზურგზე ტარებ $100-დანაც კი სთავაზობს, ხოლო Wi-Fi-ზე საათში $40 ითხოვენ, რადგან შეუძლიათ. მის გარეშე მიგრანტებს არ შეუძლიათ დაუკავშირდნენ თავიანთ ოჯახებს ან მოაგროვონ ფული, რომელიც სჭირდებათ მოგზაურობის გასაგრძელებლად. ყველაფერი, რაც მიგრანტებს გზაზე სჭირდებათ, აქ არის: საკვები, წამლები, ან თუნდაც პლასტმასის პარკები, რომლითაც ისინი პასპორტებსა და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებს იცავენ. ყველაფერს ზედმეტად მაღალი ფასი აქვს. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც მხოლოდ შემოსავლის მეორე ხარისხოვანი წყაროა. ყველაზე მთავარი ნარკოტიკებია. ამიტომ თითოეულ მიგრანტების ნავს თან ახლავს ნავები, რომლებიც ნარკოტიკებს ეზიდებიან. თუ Sena ფრონტის წყლის პატრულები მიუახლოვდებიან, მათ შესაჩერებლად კარტელები მიგრანტებს გადაკრიან წყალში, მორევში, რათა ოფიცრები იძულებულნი გახდნენ მათი გადარჩენას სცადონ. ესე ნარკოტიკები მაინც გადადის. მაგრამ ეს ერთადერთი დანაშაული არ არის, რაც აქ ხდება. ქალებს ბუნებრივად უფრო უჭირთ ვიდრე კაცებს. რამდენადაც მძიმე იყო მისი განსაცდელი, Rose Harima დარიანის ხეობის იღბლიან ქალად ითვლება.
რადგან მასზე ძალადობა არ განხორციელებულა. როგორც შეიძლება წარმოიდგინოთ, სექსუალური ძალადობა აქ ხშირია. 2023 წლის დეკემბერში ორგანიზაცია ექიმების საზღვრებს გარეშემ დარიანის ხეობაში თვეში 214 სექსუალური ძალადობის შემთხვევა დააფიქსირა. ეს მაჩვენებელი 7-ჯერ უფრო მაღალი იყო ვიდრე 1 წლის წინ. რა თქმა უნდა, რეალური მაჩვენებელი ამაზე ბევრად უფრო მაღალია. არავინ იცის ზუსტი რიცხვი, რადგან შემთხვევების უმეტესობა არასდროს ფიქსირდება, განსაკუთრებით ახლა. პანამის მთავრობამ 2024 წლის მარტში დახურა ექიმების საზღვრებს გარეშე, დარიანის ხეობაში. ეს იყო პირველი ახალი რეპრესიების სერიიდან ჯუნგლებში. შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად გამოაცხადა Tren de Aragua უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად 2025 წლის თებერვალში. Clan de Golfos კარტელი ასეთად გამოცხადდა შემდეგ დეკემბერში. ამ კლასიფიკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ნიშნავს, რომ აშეთეშოს სამხედროებს შეუძლიათ კანონიერად დაარტყან ამ ჯგუფებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ტექნიკურად ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ნახოთ სპეციალური ელიტური ძალები, რომლებიც მოქმედებენ გერილების წინააღმდეგ ცენტრალური ამერიკის ჯუნგლებში. განა დარიანის ხეობის დახურვა და პანამერიკული გზატკეცილის დასრულება უფრო ეფექტური არ იქნებოდა ამ ეგრეთ წოდებული ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ. დრონების დათმობები პრობლემას არ აგვარებს. სხვა ადამიანები მათ ადგილს უფრო სწრაფად დაიკავებენ, ვიდრე მდინარეები მიედინებიან ჯუნგლებში. მაგრამ ასფალტირებული გზა და $20 ავტობუსის ბილეთი ეს ერთ ღამეში ანგრევს კარტელის ბიზნეს მოდელს. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ სურს შეაჩეროს ნარკოტიკებისა და ადამიანების ტრაფიკინგი დარიანის ხეობით. მაგრამ ინფრასტრუქტურის არარსებობის დაფინანსებით, ვაშინგტონი გარანტიას იძლევა, რომ ეს ტერიტორია უკანონობის სივრცედ დარჩება და კარტელები კვლავ შეძლებენ ფულის შოვნას. ასევე გარანტიას იძლევა, რომ არაკრიმინალი ადგილობრივები ზარალდებიან. კიდევ ერთხელ, დარიანის ხეობა სავსეა არა მხოლოდ კრიმინალებით, არამედ ადგილობრივებითაც. ისინი ხშირად ადგილობრივი ტომების წარმომადგენლები არიან, როგორიცაა ემბერა, გუაიმი და კუნა. ისინი იქ ასობით წელია ცხოვრობენ. მათი ცხოვრების წესი გადაურჩა კოლონიზაციის არაერთ მცდელობას. ისინი გადარჩნენ, რადგან დარიანი იზოლირებული იყო. მაგრამ იზოლაციას თავისი ფასი აქვს. წარმოიდგინე, რომ საავადმყოფო გჭირდება და აცნობიერებ, რომ უახლოესი საავადმყოფო მდინარით საათების სავალზეა. ან ბავშვი, რომლის სკოლაში წასვლა იწყება ნავით ჯუნგლებში მოგზაურობით. წარმოიდგინე, რომ გადაუდებელი დახმარების გამოძახება ვერ შეგიძლია, რადგან ახლოს არც კი არის მობილური ანძა. დარიანის ბევრ თემში ეს ჩვეულებრივი ცხოვრებაა. სადმე მისასვლელად საჭიროა მდინარეებზე, ტალახიან ბილიკებსა და სქელ ტყეში გადაადგილება. მოგზაურობა, რომელიც სხვაგან წუთებს წაიღებდა, აქ დღის უმეტეს ნაწილს მოითხოვს. ესენი არიან ნამდვილი უხილავი ადამიანები. მიგრანტები, რომლებიც დარიანის ხეობის გადალახვას ცდილობენ, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში არიან. მცირეა საუბარი იმ ადგილობრივებზე, რომლებიც მიგრაციის ზრდის შედეგად გავრცელებული მალარიით იტანჯებიან, ან ვინც ველური ბუნების ზღვარზე ცხოვრებას ძლივს ირჩენს. ამ ყველაფერს არ აქვს უნებლიე შედეგების სახე. ეს ცნობილია. ეს არის დოკუმენტირებული გლიგვერდითი ეფექტები განზრახული პოლიტიკისა, რომელიც 10 წლეულებს ითვლის და დღესაც ფართოვდება. იგივე გზა, რომელსაც მთავრობები უსაფრთხოების პრობლემად მიიჩნევენ, შეიძლება გადარჩენის წყარო იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რეალურად ცხოვრობენ ამ ხეობაში. ამერიკის შეერთებული შტატები და პანამა ახლა მხოლოდ აღჭურვილობას ან ბიომეტრიულ მონაცემებს აღარ იზიარებენ. 2024 წლის ივლისში ამ ორ ქვეყანას შორის მიგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის ახალი პროგრამა დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატები ახლა პანამას დაეხმარება დეპორტაციაში იმ უცხოელების, რომლებიც პანამაში ლეგალური იმიგრაციის სტატუსის გარეშე იმყოფებიან. პანამა შეარჩევდა იმ პირებს, რომლებიც მის იმიგრაციის კანონებს არ ღვევდნენ. შემდეგ კი პიძიასემი გადაიხდიდა დეპორტაციის ფრენების თანხას. შემდეგ 2025 წლის თებერვალში პროგრამა გაფართოვდა. ეხლა პანამა მიიღებდა მესამე ქვეყნის მიგრანტებს შეერთებული შტატებიდან, რათა ისინი საკუთარ ქვეყნებში დააბრუნონ. პირველი ესეთი რეისი სინამდვილეში 1 დღით ადრე ჩამოვიდა. ის შეერთებული შტატებიდან პანამაში ჩამოვიდა და გადაჰყავდა 119 ადამიანი ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ირანი და თუნდაც უზბეკეთი. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პანამის მზადყოფნა მიიღოს. ეს რეისები აჩვენებს, რომ მან მკაფიო გზავნილი გააგზავნა უკანონო და მასობრივი მიგრაციის შეჩერების მიზნით, რაც დამანგრეველი და დესტაბილიზირებელია. მას შემდეგ შეერთებულმა შტატებმა მთავრობამ რეპატრიაციის რეისებზე უკვე $14 მილიონ მეტი დახარჯა. ავიაბილეთები, თარჯიმნები და თუნდაც თანმხლები პირები, ყველა ეს ხარჯი დაფარულია. მაგრამ რეისები ერთადერთი ტრანსპორტი არ არის, რომელსაც შეერთებული შტატები აფინანსებს პანამაში. შეერთებული შტატები პირდაპირ არ აფინანსებს ახალ ხიდებს დარიანის ხეობაში, მაგრამ პანამას ირიბ მხარდაჭერას უწევს იმ ტექნიკის საშუალებით, რომელიც მშენებლობის პროცესში გამოიყენება. საერთო ჯამში ვაშინგტონმა პანამას თითქმის $73 მილიონი დახმარება გაუგზავნა 2024 წელს. თითქმის $13 მილიონი სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოყო არაკონკრეტული სახელწოდებით. კონსულტაცია და დახმარება. კიდევ 7.9 მილიონი დოლარი გამოიყო აღჭურვილობისთვის, მიწის ნაკვეთებისა და ნაგებობებისთვის.
ხიდები ამ კატეგორიაში შედის. ამიტომ ისინი რეალურად ინფრასტრუქტურად არ ითვლება. ეს გზა არ არის. ისინი იქ არ არის ადგილობრივების ან მიგრანტების დასახმარებლად. ისინი უკეთესი სასაზღვრო უსაფრთხოებისთვისაა. ხიდები საშუალებას აძლევს Santa-Cena Fronts და სხვა ორგანიზაციებს, რომ თავიანთი ახალი ყველგანმავალი მანქანები და სადამკვირვებლო აღჭურვილობა შეიტანონ დარიენის ეროვნულ პარკში. ამასობაში ეროვნული საჰაერო და საზღვაო სამსახურის შემაჩერებელი ნავები ყველა მისასვლელს აკონტროლებენ. იქიდან ისინი შეძლებენ მიგრანტების შეჩერებას და საბოლოოდ მათ ერთ-ერთ იმ რეისზე დასვამენ, რომელიც სახლში აბრუნებს. დარიენის ხეობის ჩაკეტვაზე დახარჯული თანხა მხოლოდ ერთ წელიწადში თითქმის $100 მილიონ აღწევს. დასკვნა აშკარა. აშშ-ის მთავრობა დარიენის ხეობის არსებობისთვის იხდის ფულს, არა მისი ჩაკეტვისთვის. ეს უცნაურად ჟღერს, მაგრამ ამის უკან სტრატეგიული ლოგიკაა. 10 წლეულების განმავლობაში ამერიკელი სტრატეგები თვლიდნენ, რომ მნიშვნელოვანი საკონტროლო წერტილების მართვა უფრო ღირებულია, ვიდრე თავად ტერიტორიის კონტროლი. თუ შეგიძლია აკონტროლოს, სად გადაადგილდებიან ადამიანები, საქონელი და ინფორმაცია, უპირატესობას იღებ ყველაზე, ვისაც იქ გავლა სჭირდება. ამ აზროვნებამ განსაზღვრა აშშ-ის სტრატეგია მთელ მსოფლიოში, როგორც მთავარ საზღვაო მარშრუტებზე, ასევე ვიწრო სრუტეებზე. და გარკვეულწილად დარიენის ხეობა ასევე მოქმედებს როგორც ბოთლის ყელი, უბრალოდ ადამიანებისთვის. სანაპიროდან სანაპირომდე მისი სიგანე დაახლოებით 60 მილია. და გზის გაწყვეტა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ მიგრანტების ნაკადი ჯუნგლების გავლით მიემართება. ეს ასევე ნიშნავს, რომ კონტინენტთაშორისი ვაჭრობა თითქმის მთლიანად ზღვაზეა დამოკიდებული. პანამის არხი ახლოსაა, გარკვეული მიზეზის გამო. შეერთებულმა შტატებმა შეიძლება 1989 წელს პირდაპირი კონტროლი ამ ზონაზე დათმო, მაგრამ ის კვლავ ახორციელებს არალებს არაპირდაპირ კონტროლს. აშშ საზღვაო ფლოტის ზღვის პატრულების მეშვეობით. ზღვის მარშრუტების კონტროლით საზღვაო ფლოტი აკვირდება თითოეულ სატვირთო გემს და თითოეულ კონტეინერს, რომელიც პანამის არხში ან მის მახლობლად გადის. და არც კი იფიქრო ამერიკებს შორის მანქანით გადაკვეთის მცდელობაზე ამ გზის გარეშე. ამას ვერავინ ახერხებდა 1960 წლამდე და მაშინაც ეს მოგზაურობა 5 თვეს გაგრძელდა. მაგრამ წარმოიდგინე, რომ არსებობს გზა, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის სახმელეთო ხიდს ქმნის. ეხლა აშშ სამხედროებს აღარ შეუძლიათ მისი კონტროლი. ყოველ შემთხვევაში ისე, რომ სანაპიროზე საზღვაო ქვეითები არ გადმოსვან. და ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ მიგრანტები აღარ მოდიან, ჩინელებიც მოდიან. ეს არის ჩონკაის მეგაპორტი, რომელიც მდებარეობს ლიმას ჩრდილოეთით პერუში. ის გაიხსნა 2024 წელს და მისი აშენება $3.5 მილიარდი დაჯდა. თუმცა პერუმ ეს თანხა მთლიანად თავად არ მოიპოვა. ეს ფული ჩინეთის სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში მოვიდა. Ports, რომელმაც დაარღვია ამერიკული დომინანტობა სამხრეთ ამერიკის ვაჭრობაზე, მართავს ჩინეთის სახელმწიფო გადაზიდვების კომპანია, რომელსაც 60%-იანი საკონტროლო წილი აქვს. Costco ააშენა, Costco მართავს. და აშშ-ის საზღვაო ძალებს არ აქვთ არანაირი სამართლებრივი მექანიზმი, რათა გააკონტროლონ რა გადის ამ პორტით. მანამდე სანამ ჩონკაი გაიხსნებოდა, სამხრეთ ამერიკაში არ არსებობდა პორტი, რომელსაც შეეძლო მიეღო გემები, რომლებიც 18-დან 24,000 ტონამდე საკონტეინერო ტვირთს ატარებენ. ერთადერთი პორტები, რომლებიც საკმარისად ღრმა იყო ესეთი ზომის გემების მისაღებად, მექსიკაში ან აშშ-ის წყნარი ოკეანის სანაპიროზე მდებარეობდა. ეხლა ეს ყველაფერი შეიცვალა. 2025 წლის აპრილში ჩინეთმა გამოაცხადა პირველი მთავარი საზღვაო მარშრუტი გუანჯოუს პორტიდან პირდაპირ ჩონკაიმდე. აღარ არის საჭირო ჩრდილოეთ ამერიკის პორტებში შემოვლა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაკარგა შუამავლის სტატუსი აზიასა და სამხრეთ ამერიკას შორის ვაჭრობაში. ჯერჯერობით ჩონკაი მხოლოდ აზიის პორტად რჩება. მან აზიასა და სამხრეთ ამერიკას შორის გადაზიდვის დრო 45 დღიდან 23 დღემდე შეამცირა. მაგრამ ჩინეთის ამბიცია ამაზე ბევრად დიდია. ამიტომ დარიენის ხეობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. აშშ-ის მთავრობა პირად საუბრებში ჩინეთზე მიუთითებდა და ამბობდა, რომ მისი საქმიანობა კიდევ უფრო ამზაფრებს იმ გზაზე ხვრელის შენარჩუნების მნიშვნელობას. კარტელები, პოლიცია, თითქმის 2 მილიონი ადამიანი, რომლებიც მაინც ცდილობენ გადაკვეთას, ახალი ხიდი შენდება იმ დროს, როცა ჩინეთის პორტი აძლიერებს თავის ოპერაციებს. ეს ყველაფერი უკავშირდება ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც 1970-იან წლებში იქნა მიღებული და რომლის შეცვლაც არავის სურს. მანამდე შეერთებული შტატები პანამერიკული გზატკეცილის მთავარი მხარდამჭერი იყო. 1971 წელს შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ $100 მილიონ გამოყოფდა, რაც დღევანდელი კურსით $836 მილიონ შეადგენს გზის დასასრულებლად. ეს იყო სავარაუდო ბიუჯეტის 2/3. კოლუმბია და პანამა დარჩენილ მესამედს უზრუნველყოფდნენ. ეს თანხა დაიხარჯებოდა 250 მილის ახალი გზის გაყვანაზე დარიენის ხეობაში. პრეზიდენტ ნიქსონის თქმით, ეს ავტომაგისტრალი გახდებოდა ვაჭრობის, მოგზაურობისა და ურთიერთგაგების პულსირებადი არტერია. თუ ყველაფერი კარგად წარიმართებოდა, გზა 10 წელიწადში დასრულდებოდა. მაგრამ ნიქსონს სურდა, რომ ვადები დაჩქარებულიყო და გზა ამერიკის 200 წლიან იუბილეს დამთხოვდა. მას ასევე ეგონა, რომ დარიენის მონაკვეთს მის სახელს დაარქმევდნენ.
ეს იყო აშშ-ს მთავრობის მეორე გეგმა. დარიენის მონაკვეთის საინჟინრო მოწყობისთვის მე-20 საუკუნეში. ასე რომ, სამშენებლო ჯგუფები მოვიდნენ, ამჯერად ბირთვული იარაღის გარეშე. ტექნიკა ადგილზე იყო. ეს საქმე 200-ლოვან იუბილემდე არ დასრულდა. ნიქსონმა 1974 წლის აგვისტოში გადადგა. გზა მის საბოლოო პრიორიტეტებს შორის არ იყო. მაგრამ 1977 წლის ზაფხულისთვის სამმა ქვეყანამ პროექტზე 59 მილიონი დოლარი დახარჯა. ეს ფული კარგად არ დახარჯულა. სინამდვილეში არაფერი გაკეთდა. სიერა კლუბმა გზის შეჩერების კრედიტი მიიღო, მაგრამ ნამდვილი მიზეზი უფრო უცნაური იყო. შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტსაც ჰქონდა თავისი არგუმენტი. მას ნამდვილად არ აინტერესებდა ჯუნგლები ან ძირძველი მოსახლეობა, მაგრამ ძალიან აინტერესებდა პირუტყვში ცურასა და პირის დაავადების გავრცელება. დარიენი ბუნებრივი ბარიერი იყო მის შესაჩერებლად. 1914 წელს ჩიკაგოს სასაკლაოებში დაავადების აფეთქებამ ქვეყნის მასშტაბით 3500 ნახივრზე გავრცელდა და მისი აღმოფხვრა დღევანდელი ფულით 150 მილიონი დოლარი დაჯდა. ეს მხოლოდ უფრო ძვირი გახდა. 2022 წელს აგრარული ეკონომისტების ჯგუფმა შეაფასა, რომ იმ რეგიონებში, სადაც ცურასა და პირის დაავადება ხშირია, ხარჯები წელიწადში 6.5-დან 21 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. მაგრამ ეს მხოლოდ ენდემური ხარჯია, ანუ გლობალურად არსებული დაბალი ტონის მუდმივი დანაკარგი. როდესაც ცურასა და პირის დაავადება ეპიდემიად იქცევა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც ადრე არ იყო გავრცელებული, ხარჯი მხოლოდ იმ ადგილას შეიძლება 10 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს. ეს მახეთ გაერთიანებულ სამეფოში 2001 წლის აფეთქების დროს. პროექტზე ყველა სამუშაო 3 წლით ადრე სრულიად შეჩერდა. ამან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, რომელიც დღემდე გრძელდება. იც დღემდე გრძელდება. როცა ინჟინერთა ჯგუფები ჯუნგლებში იკრიბებოდნენ, გარემოს დამცველთა ჯგუფებიც იკრიბებოდნენ მის დასაცავად. იმ დროს დარიენის ხეობა თითქმის მთლიანად ტროპიკული ტყით იყო დაფარული. გარემოს დაცვითმა ჯგუფმა, სიერა კლუბმა 1974 წელს უჩივლა მთავრობას, ამტკიცებდა, რომ მან ვერ წარმოადგინა გზის გარემოზე ზემოქმედების აუცილებელი შეფასება. აშშ-ის კოლუმბიის ოლქის საოლქო სასამართლომ დაეთანხმდა დროებით შეაჩერა შემდგომი მშენებლობა, მაგრამ მთავრობა ჯერ კიდევ არ იყო მზად დანებებისთვის. როგორც უმეტეს სასამართლო პროცესებში, ეს გრძელი და რთული გზა იყო. თავიდან ჩანდა, რომ მთავრობა გაიმარჯვებდა. შემდეგ კი მოულოდნელი მოკავშირე გამოჩნდა, რომელმაც სიტუაცია გადაარჩინა. აღმოჩნდა, რომ მთავრობაში ყველას არ უხაროდა პანამერიკული გზატკეცილის დასრულების იდეა. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ გზა გადაკეტილიყო. ასე რომ, სიერა კლუბის საწყისი აკრძალვა, ძალაში დარჩა სრულიად სხვა მიზეზით, ვიდრე თავდაპირველად იყო გათვალისწინებული. დრო გარემოს დამცველებისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა, რადგან 1977 წელს პანამა შევიდა პოლიტიკური არეულობის პერიოდში, რომელიც დაიწყო ომარ ტორიხოსის ნაციონალისტური სამხედრო მთავრობის დროს. ამავე დროს, პანამის არხთან დაკავშირებულმა მოლაპარაკებებმა ვაშინგტონის ყურადღების ცენტრში გადაინაცვლა. მოულოდნელად, დარიენის ხეობა აღარ იყო პრიორიტეტი. დღეს დარიენის ხეობის სამხრეთით ფეხისა და პირის დაავადება ისეთი დიდი პრობლემა აღარ არის. ის მხოლოდ სპორადულად გვხდება ვენდება ვენესუელაში. სამხრეთ ამერიკის დანარჩენი ნაწილი ახლა ვაქცინაციის წყალობით ამ დაავადებისგან თავისუფლად ითვლება. ამიტომ დარიენის ხეობით ეპიდემიის გავრცელების რისკი ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. აი რატომ? 1992 წელს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა სიერა კლუბის პოზიციას გაემიჯნა. ფეხისა და პირის დაავადების არქონა ნიშნავდა, რომ სასამართლო აკრძალვისთვის სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობდა. თუ აშშ-ის მთავრობა გაასაჩივრებდა სასამართლო აკრძალვას, ის თითქმის უეჭველად გაუქმდებოდა. ამიტომ ხალხმა ისევ დაიწყო საუბარი გზის აშენებაზე. დარიენის ხეობის გავლით ტრანსპორტი 1990-იანი წლების შუა პერიოდში გაიხსნა, მაგრამ არა გზით. ეს მოხდა კრუსერო ექსპრესის ბორანით. ის რამდენიმე წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, შემდეგ კი დაიხურა, რადგან მისი ექსპლუატაცია ძალიან ძვირი ჯდებოდა. კიდევ ერთხელ, დარიენის ხეობის გადალახვა მხოლოდ გემით ან თვითმფრინავით იყო შესაძლებელი და პანამერიკული გზატკეცილი ფაქტობრივად კვლავ არსად მიმავალი გზად რჩება. ამ პერიოდში ვაშინგტონის პოლიტიკაც შეიცვალა. პანამერიკული გზატკეცილის მთავარი მხარდამჭერი ახლა მის მოწინააღმდეგედ იქცა. სასამართლო აკრძალვის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა დარიენის ხეობა დაბრკოლების ნაცვლად შესაძლებლობა დაღიქვა. ჯუნგლები უფრო სასარგებლო აღმოჩნდა. ასფალტირებული გზა ატკეცილი პოლიციას საჭიროებს. ჯუნგლები კი, სადაც კანონი არ მოქმედებს, თავის თავს აკონტროლებს და არავინ აქცევს დიდ ყურადღებას შორეულ ჯუნგლებს. ასე რომ დარიენის ხეობა გახდა კარგი პატარა ფილტრი აშშ-ის საზღვაო ძალების რეგიონზე კონტროლისთვის. ადვილად უარსაყოფი და პოლიტიკურად უხილავი. კანალ დე გოლფოს მიგრანტების გადასასვლელი გადასახადები, მილიონები. ვინც ამ ათწლეულის დასაწყისში გადაკვეთა, აშშ-ის დაფინანსება სანტა-კრუზის პატრულებისთვის, ეს ყველაფერი არსებობს ერთი მოძველებული 50 წლის წინანდელი სასამართლო აკრძალვის გამო, რომელმაც მოხერხებულობის ეს მოდელი დაამკვიდრა. 1979 წელს კოლუმბიამ გააფართოვა ლოს კატილიოსის პარკი,
რომელიც თავდაპირველად გზის დაგეგმარების ადრეულ მცდელობებთან იყო დაკავშირებული. ოფიციალურად ეს წარმოდგენილი იყო როგორც ბუფერი, ფეხისა და პირის დაავადების გავრცელებების საწინააღმდეგოდ. პრაქტიკაში კი მან ამ ტერიტორიაზე მეტი იურიდიული და ეკოლოგიური შეზღუდვები შექმნა. 1994 წელს იუნესკომ ლოს-კატიოსი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა. მოულოდნელად, ეს უკვე უბრალოდ შორეული ჯუნგლები აღარ იყო. ის გლობალურ დონეზე იყო დაცული. დარიენი ახლა დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ბიომრავალფეროვანი რეგიონია, სადაც ბინადრობენ იაგუარები, მაიმუნები და ათასობით მწერისა და ამფიბიის სახეობა, რომლებიც სხვაგან არ გვხვდება. რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი მცდელობა მის გადაკვეთაზე მხოლოდ რელიეფს არ ეჯახება. ის ეჯახება საერთაშორისო სამართალს, გარემოს დაცვას და გადაფარულ კონსერვაციულ პრიორიტეტებს. ყოველი ახალი სტატუსი კიდევ ერთ ბარიერს ამატებს. ყოველი ბარიერი კიდევ ერთ დაყოვნებას იწვევს. აი რატომაც აშშ-ის მთავრობას შეუძლია სერიოზული სახით თქვას, რომ მას არ სურს 1970-იანი წლების გამოცდილების გამეორება, განსაკუთრებით მაშინ, როცა კიდევ ერთი ადგილობრივი პრობლემა არსებობს. მიუხედავად მძიმე ადგილობრივი ცხოვრების პირობებისა და იმ შესაძლებლობებისა, რაც გზამ შეიძლება მოიტანოს, დარიენის გაფში მცხოვრები მკვიდრი ხალხები ამბობს, რომ მათ არ სურთ მისი დასრულება. ისინი მიიჩნევენ, რომ მშენებლობამ შეიძლება დაარღვიოს მათი ცხოვრების წესი და სხვა საფრთხეები მოიტანოს. უკვე არსებობს პრობლემები უკანონო ტყის ჭრასთან და ოქროს მოპოვებასთან დაკავშირებით, რამაც ადგილობრივ მდინარეებში ვერცხლის წყლის დაბინძურება გამოიწვია. გზის აშენება მხოლოდ გააძლიერებს ამ ყველაფერს. მაგრამ ეს მაინც უცნაურად არ გეჩვენებათ. აშშ-ს მთავრობას ზუსტად არ აქვს ისტორია, გარემოს დამცველებისა და მკვიდრი ხალხების უფლებების აქტივისტების მხარეს დგომის. მაგრამ ამის მიზეზი არსებობს. დარიენის გაფით არალეგალური იმიგრაციის ნაკადი 2024-დან 2025 წლამდე 99%-ით შემცირდა. ახალი ზომები პანამასთან აშკარად მუშაობს. ვაშინგტონს შეიძლება ძალიან არაინტერესებდეს ადგილობრივები და გარემო, მაგრამ ამის გამო გზის არ ქონაც ამ დღეს. და ეს შემცირება სწორედ საჭირო დროს მოხდა. რადგან პანამაში ახალი ხიდები ერთადერთი მშენებლობა არ არის, რომელიც 2026 წელს დარიენის ხეობაში იჭრება. ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივა მხოლოდ პორტებს არ ეხება. ინჟინრებმა სამხრეთ ამერიკაში მუშაობა დაიწყეს. კოლუმბია ფლორიდაში შეხვედრაზე შესამჩნევად არ ესწრებოდა. ეს დამთხოვა არ არის. ის ჩინეთისკენ იხრება. 2025 წელს მან ხელი მოაწერა ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივას. ახალი გზების მშენებლობა იწყება და ისინი დარიანის ხეობის სამხრეთ ნაწილს უახლოვდებიან, სადაც პანამერიკული გზატკეცილი მთავრდება. ეს არის ზღვისკენ მიმავალი მეორე ავტობანი, რომელიც დარიანის ხეობას მედელინთან აკავშირებს. ჩინელებმა ამ პროექტში 30%-იანი წილით დაიწყეს, მაგრამ შემდეგ ეს წილი 65%-მდე გაიზარდა, როცა 2020 წელს 650 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. ახალი მშენებლობა ნელ-ნელა ანაცვლებს ამ რაიონში ცნობილ გრუნტის გზებს. ჩინეთი ამას ისე წარმოაჩენს, თითქოს ეს მეწყერების დროს მგზავრობას უფრო უსაფრთხოს გახდის. მაგრამ ეს შორსაა ერთადერთი შემთხვევისგან, როცა ჩინეთის აქტივობა სამხრეთ ამერიკაში გაიზარდა. 2025 წლის ივლისში, როცა მიგრანტების ნაკადი შემცირდა, ჩინეთმა ბრაზილიასთან ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. თუ ჩინეთი თავისას მიაღწევს აქ, ის კონტინენტურ ვაჭრობას ერთი სანაპიროდან მეორემდე გადააწყობს. წინადადებული ცენტრალური ბიო, ოკეანური სარკინიგზო დერეფანი დააკავშირებს წყნარი ოკეანის ჩანკაის პორტს. 2300 მილის მანძილზე ბრაზილიის ატლანტიკის სანაპიროზე მდებარე ილიოსის პორტთან. თუ პროექტი განხორციელდება, მისი ღირებულება მინიმუმ 70 მილიარდი დოლარი იქნება. მაგრამ ეს ის ფასია, რომლის გადახდაც ჩაც ჩინეთს აშკარად ძალიან უნდა. პერუმ უკვე გამოაცხადა თავისი მხარდაჭერა ამ პროექტის მიმართ, რადგან ზუსტად ისე, როგორც ვაშინგტონთან, პეკინთანაც დამხობები არ არსებობს. ბრაზილიასთან ახალი შეთანხმებების დრო ძალიან მოსახერხებელია. ჩინეთმა ტრანსკონტინენტალური რკინიგზის იდეა სამხრეთ ამერიკაში ჯერ კიდევ 2014 წლის ბრიქსის სამიტზე წამოაყენა. მაგრამ ახალი მოვლენები ამ პროექტს ყველასთვის ბევრად უფრო მიმზიდველს ხდის. პანამის არხი გვალვებს ებრძვის და უჭერს თანამედროვე ზომის გემების გატარება. ამიტომ ჩინეთი ხედავს შესაძლებლობას, რომ გვერდი აუაროს აშშ-ს საზღვაო ძალების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ წერტილს საერთაშორისო ვაჭრობაში, რომელიც მისივე ეზოში მდებარეობს. ჩინეთი უკვე სამხრეთ ამერიკის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ასე არ იყო მაშინ, როდესაც სიერა კლაბმა ტრანსპორტის დეპარტამენტს უჩივლ. ამერიკის შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ლიდერობს ვაჭრობის მოცულობით დარიენის მონაკვეთის ჩრდილოეთით. მაგრამ თუ ეს ბოლო რამდენიმე მილი გზაც აშენდება, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. და ეს არის ნამდვილი მიზეზი, რატომაც შენდება ხიდები ჯუნგლებში ახლა. ეს არ არის დრამატული გადახვევა 50 წლიანი პოლიტიკიდან. ეს არის ბოლო მცდელობა, რომ აშშ-ის მთავრობა ცდილობს მოძველებული და დროებითი აკრძალვა მუდმივად აქციოს. უბრალოდ წარმოიდგინე გზა, რომელიც ამერიკებს აკავშირებს. საქონელი აღარ არის დამოკიდებული საზღვაო მარშრუტებზე ან პანამის არხზე. ისინი უბრალოდ ხმელეთზე გადაადგილდებიან. ვაშინგტონისთვის ეს ყველაფერს ცვლის. საკვანძო გასასვლელები ქრება.
დაკვირვების კორიდორები და ბერკეტები ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება და გეოპოლიტიკურ თვალსაზრისში ეს ნიშნავს უფრო დიდ რამეს. ინტერამერიკული ვაჭრობის კონტროლი აღარ იქნება შეერთებული შტატების ხელში. როგორც კი საკვანძო გასასვლელი აღარ არის ასეთი გასასვლელი, ის ძალასაც კარგავს. ვაშინგტონის ხედვით დარიენის მონაკვეთი აქტივია, რომელიც ძალიან ძვირფასია დასაკარგად. 1970-იანი წლებიდან ხალხს იქ გზის აშენება არ სურდა. არა იმიტომ, რომ არ შეეძლოთ, არამედ იმიტომ, რომ არ უნდა აეშენებინათ. ასე რომ ბულდოზერები ჟანგდება, ჯუნგლები უცვლელი რჩება, ჩინეთი გარეთ რჩება და სისტემა მუშაობას აგრძელებს. გმადლობთ, რომ დღეს შემომიერთდით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ მეტი მსგავსი ვიდეოს ნახვა, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ შეთხობინებები. ეს მართლაც მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ გმადლობთ და მომავალ შეხვედრამდე MapPack-ზე.